სოფელი მიწა ყოველთვის ითვლებოდა და ახლაც მე-3000 წლეულის დასაწყისშიც რჩება ქვეყნის იმედად და მარჩენად. ამიტომ მისადმი ყურადღება და ზრუნვა არ უნდა შემოგვიდეს. სოფელი ყველასგან უნდა გრძნობდეს სიყვარულსა და თანადგომას. ამ განწყობითა და ინტერესით გავემგზავრეთ აჭარის ერთ-ერთ უშორეს სოფელში კიახეთზეებში, რომ უკეთ გვეგრძნო ერთი მხრივ სოფლის მიმზიდველობა და სილამაზე და მეორე მხრივ ის პრობლემები, რაც აქაურებს აწუხებთ. სოფელი ზღვის დონიდან 1240 მეტრზეა შუახევის რაიონში, მდინარე ჩირუხისწყლის ხეობაში, როგორც ახლა ეძახიან მარეთის ხეობაში. იგი დღვანის საკრებულოს უკიდურესი სასაზღვრო სოფელია. სოფლამდე ქალაქ ბათუმიდან 90 კილომეტრი. ამიტომ გზად ბევრი რამის ნახვა შეიძლება. აი შუახევის ცენტრში შესვლამდე ჩვენი გზა მარჯვნივ ჩაუხურავს. ხიდთან ახლოს აჭარის წყალს უერთდება ჩირუხისწყალი და აქედან იწყება მარეთის ხეობაც. ხეობას ადრე სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ: მირეთის ხევი, მარატი, მირათი, მარითი, მირატის კუთხე. ამჟამად დამკვიდრებულია ტერმინი მარეთის ხეობა. მარეთის ხეობას მდინარე ჩირუხისწყალი ქმნის მისი შენაკადებით. ხეობაში 4 საკრებულოა: შუბნის, ოლადაურის, დღვანის, უჩამბის და მას რაიონის ტერიტორიის ნახევარზე მეტი 58% უკავია. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი მეზოლითის, ადრენეოლითის ხანიდან ჩანს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 10-15,000 წელი. შუბანში, დარჩიძეებსა და ჩირუხში მოპოვებული სანადირო, სამიწათმოქმედო, საბრძოლო ქვის იარაღები ამის დადასტურებაა. უკვე ბრინჯაოს ხანიდან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3-4,000 წელი, ჩანს შიდამთიანი და მათ შორის მარეთის ხეობის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ზღვისპირა. აქ დამზადებული ბრინჯაოს იარაღები აღმოჩენილია აჭარისწყლის ხეობის სოფლებში: ზუნდაგა, ჭვანა, ნენია, ხეხაძირა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც მარეთის ხეობა იქნებოდა. მარეთის ხეობაში გადიოდა მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ძველთაგანვე ცნობილი რკინის გადასასვლელით აჭარას მეზობელ შავშეთ იმერხებთან აკავშირებდა. ამიტომაა, რომ ხეობის დასაწყისში ჩვენმა წინაპრებმა დარჩიძეების გოგოლაურის ციხე ააგეს, ხოლო ხეობის ბოლოს ჩირუხისწყლისა და ტბეთისწყლის შესაყარზე ოქროპილაურის ყალაბოინის ციხე. მათ ევალებოდათ ამ გზის კონტროლი და დაცვა. ტბეთისწყლის სათავესთან მდგარა ცინარეთის ციხე, რომლის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ეს და სხვა ციხეები, მაღლაგიძეების, ტბეთის,
რომელთა არსებობაზე ზეპირსიტყვიერი გადმოცემები არსებობს, ამ ხეობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან აჭარა ეზიარა ქრისტიანობას. აქ იქადაგა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა. გადმოცემების მიხედვით, ამ ხეობის გავლით და რკინისჯვრის გადასასვლელით გადავიდა იგი სამცხეში. ეკლესიების ზარი გუგუნებდა მარეთის ხეობის ყველა სოფელში. მე-19 საუკუნის ბოლოს ცნობილი ქართველი მოღვაწის ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, მარეთის ხეობის 27 სოფლიდან 15-ში ეკლესია არსებულა. თუმცა ჯერჯერობით არქეოლოგიურად ნაკლებადაა შესწავლილი ეს ხეობა და შესაბამისად საკულტო ძეგლებიც. 2 წლის წინ წაბლანაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრა იოანე ნათლისმცემლის ნაეკლესიარზე და აღმოჩნდა საინტერესო მასალები. ამ მხრივ ამ ხეობაში დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. ახლა ამ ხეობაში ერთადერთი გამონათლების წმინდა გიორგის ეკლესიაა, რომელიც ხეობის თითქმის ყველა სოფლის მონაწილეობით აშენდა. ჩვეულებრივად ყოველი წლის მაისის დასაწყისში 6 მაისს გიორგოვის დღესასწაულზე აქ ხალხმრავლობაა. გიორგობასთან ერთად აქაურები მარეთობასაც დღესასწაულობენ. ამ ხეობის შესახებ მე-19 საუკუნის 70-იან წლებშიც არაფერი იცოდა ქართულმა საზოგადოებამ. 1874 წელს აჭარაში მოგზაურობის შედეგების აღწერისას ცნობილი მკვლევარი გიორგი ყაზბეგი წერდა: მცხოვრებთა გადმოცემით შევიტყვეთ, რომ სხალთის წყლის პარალელურად მისგან სამხრეთით მდებარეობს მირეთის ხევი, სადაც სახლობს ზემო აჭარის 3 დიდი თემი. ეს ჩვენთვის მთელი აღმოჩენა იყო. აგერ კვიახიძეებიც. კვიახიძეებს ძველად კიახეთსაც ეძახდნენ. არის გვარი კვიახიძე, რომლის მატარებლები ხულოს რაიონში ცხოვრობენ. თუმცა გვარის წარმომავლობაზე არაფერი იციან. სოფელზე ვრცლად შეიძლება წავიკითხოთ თამაზ დიასამიძის წიგნში კვიახიძეები. სოფლის სახელწოდება საიდან წარმოსდგა ჩვენთვის უცნობია, იმდენად რამდენადაც ისტორიულ წყაროებში არ მოიძიებეს. ასე ვარაუდობთ, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვარაუდები, რომ ტაოსკართან არის ისტორიულ წყაროებში ტაოკლარჯეში პატარა სოფელი კიახი. ფიქრობთ, მოსალოდნელი აქედან იყოს წარმომავლობა ამ სოფლის სახელისა. გორის რაიონში აგრეთვე სოფელი კვახეთი. მოსალოდნელი იქაური მაცხოვრებლები არიან განმოგვარგებული თავის დროზე აქ და აქედან წარმოვიდა სოფლის წარმომავლობა. არის უამრავი ვარიანტები. ერთ-ერთი კიდევ შეიძლება რომ პიროვნებისაგან მოდიოდეს ეს ვიღაცას შეიძლება ერქვა კახისძე, შემდეგ კვიახიძეები და ასე შემდეგ. თუმცა პირველად ადრე სოფელს კიახეთი ერქვა. შემდეგ კვიახეთი და საბჭოთა პერიოდში კვიახიძეები შეარქვეს ჩვენ სოფელს. თუ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით, ქვევრების, ფიალების ნამტვრევები, შენობის საძირკველი და ძველი სამაროვნების სიმრავლით ვიმსჯელოთ, შეიძლება სოფელი განვითარებული შუა საუკუნეებით, მე-13-მე-14 საუკუნეებით დათარიღდეს. გაღმა სოფლები რო ჩანს, კარაპეტი და მაწყვალთა. ისინი მე-16 საუკუნის 70-იანი წლების ერთ-ოსმალურ დოკუმენტში მოხსენიებული არიან როგორც მოსახლეობისაგან დაცლილი სოფლები. როგორც ჩანს, მოსახლეობა ოსმალებს გაექცა. უფრო საიმედო თავშესაფარი ნახა. ამ დოკუმენტში კვიახიძეები არ ჩანს. ფიქრობთ, რომ იგი უფრო ადრე გავერანდა, მოსახლეობისაგან დაიწყალა, ამიტომ ოსმალურ დოკუმენტში იგი ვერ მოხვდა, რადგან ამ დოკუმენტში უფრო ის სოფლებია შეტანილი, რომელთაგან შეიძლებოდა რაიმე გადასახადის, რაიმე გამოსაღების მიღება. 80-იან წლებში გასული საუკუნის სამანქანებზე რო გახავდათ, ადამიანის ჩონჩხი ამოვარდა აქედან, რომელიც ქრისტიანული წესით იყო დამარხული.
ამიტომ ვარაუდობთ, რომ აი ეს ძველი სამაროვნები სწორედ სადღაც მე-13-მე-16 საუკუნეებს უნდა მოიცავდეს. თუმცა თანამედროვე სოფელი დაახლოებით 300 წლისაა. ერთი ჩვეულებრივი მთის პატარა სოფელია 40-მდე კომლით, სადაც 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მასალების მიხედვით 277 სული ცხოვრობს. ერთი საუკუნის წინ აქ 15 კომლი ყოფილა 110 სულით. ამ 100 წლის მანძილზე აქედან დაახლოებით 100 კომლი ქვეყნის სხვადასხვა რაიონებსა და ქალაქებშია ჩასახლებული. სოფელი შედის დღვანის საკრებულოში, რომელიც აერთიანებს აგრეთვე სოფლებს გოგინაურს, ლომანაურს, დღვანსა და კიზინიძეებს. მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. მოყავთ უფრო მეტად სიმინდი, კარტოფილი, მისდევენ მესაქონლეობას. ადამიანების ვიდეო. დადი. ორნაირად შეიძლება დახურული და ღია. ახლა მე დახურულ ხაჭაპურს ვაკეთებ. კარგად მოვყავოთ თავები, რომ არ გაიხსნას. ეს ბორანი, ყველი და კარათი.
ქალები მოვიჭუჭკებოდით ერთმანეთს დავეხმარებოდით ჩეჩვაში დართვაში ვარშევდით ვთოვდით 99 წლის ხარ ისევ მუშაობდით კოლექტივში ყველა 10 ქალი ვიყავით მღერით და სიო ისევ მუშაობდით თავზე ვალა გახურავს ფეხზე ჩუსტი გაცვიაოდა როდილოდა ნანინაოდა სოფელი ოდითგანვე გამოირჩეოდა განსწავლული ადამიანებით. შემდგომში მას ხელი შეუწყო სკოლის გახსნამ, რომელიც 10 განსვენებულის დაუდეფრენი თავდივიზიის თაოსნობით თავის საკანონმდებლო ნაკვეთში აშენდა 1928 წელს. შემდგომ ომში ეს სკოლა გადაიტანეს ცენტრში, რომელიც გადაკეთდა 1954 წელს 8 წლიანი. პირველი გამოშვება იყო 1956 სოფელ კვიახიძეების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა, დაფუძნდა 1998 წლის 26 სექტემბერს. რა თქმა უნდა, მუზეუმის გახსნა პირველ ხანებში ცოტა გაგვიჭირდა ცალკეული ნივთების, ექსპონატების მოძიება, მაგრამ ჩვენი სოფლის მეზობლების გარეშე სოფლების მეზობლების დახმარებით ეს სიზნელე გადავლახეთ და დღეისათვის მუზეუმში თითქმის 1350 ექსპონატი ინახება. მუზეუმის გვერდით მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული მეჩეთია ძველქართული ორნამენტებით, რომელიც ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით ნაეკლესიარზეა აგებული. სოფელს შორიდან შავშეთის ქედიდან გადმოჰყურებს შევერცხლილი მთა საბერწია, სადაც ზაფხულობით
ივნის-სექტემბერში. აქაურები პირუტყვს მიერეკებიან. ტრადიციულად აგვისტოს თვის პირველ შაბათ-კვირას, როგორც აჭარის ყველა მთაში, აქაც სახალხო ზეიმი შუამთობა იმართება. მოსახლეობასთან საუბრისას სოფლის პრობლემებზეც ითქვა. მთის სოფლებში პირველ რიგში გზების საკითხი უნდა მოგვარდეს, თვლიან ისინი, რადგან ეს გადაწყვეტს ბევრ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ პრობლემას. გაიოლდება და დაჩქარდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, სამკურნალო ბალახების, ხილის, ადგილობრივი ნახსოვნაქარგის გასაღება, რაც საკმაო შემოსავალს გაუჩენს მოსახლეობას. თუ ხილის გადამამუშავებელი მინი ქარხნებიც აიგება, ახალგაზრდობის დასაქმების და სოფლად დამაგრების პირობებიც შეიქმნება. ასეთი პრაქტიკული ნაბიჯები თუ გადაარჩენს სოფელს დაცლისაგან, აცხადებენ ისინი და იმედით შეყურებენ მომავალს. Ah